კონტრდაზვერვასთან ერთად პოპულარულ კულტურაში შეიძლება ითქვას ძალიან საინტერესო და მიმზიდველი თემა არის. ზოგადად კონტრსადაზვერვო საქმიანობა არის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება ყველა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემისა. სადაზვერვო საქმიანობაც ტრანსფორმირდა, ასე ვთქვათ, თანამედროვე სამყაროში, თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით. რა გავლენა იქონია ამ ყველაფერმა კონტრსადაზვერვო საქმიანობაზე? თუ სადაზვერვო ორგანიზაცია თავის საქმიანობაში იყენებს კიბერსივრცეს, კონტრსადაზვერვო ორგანიზაციამ თავის საქმიანობაში უნდა გამოიყენოს კიბერსივრცე, რათა მათი შეჯახების ასეთი პირობები და ჭყალებში შეჯახების ადგილი იყოს ერთი და იგივე სივრცე. თუ რუსეთის შიდა უსაფრთხოების სამსახური არის ძირითადად პასუხისმგებელი საქართველოში სადაზვერვო საქმიანობაზე. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიას აღიქოს როგორც შიდა უსაფრთხოების ინტერესის სფეროს. თუ დაზვერვა მოქმედებს, მათ შორის დაზვერვა ან რაღაცა სისტემა მოქმედებს ჩვენთან მიმართებაში, აქედანაც უნდა დაუპირისპიროთ სისტემა.